ცნობილ ქართულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი კვესიტაძეს 75 წელი შეუსრულდა. იუბილეისადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, სადაც შეკრებილმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გიორგი კვესიტაძეს მიულოცეს იუბილე და მის მიღწევებსა და დამსახურებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. გამოჩენილ ქართველ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს ბატონ გიორგი კვესიტაძეს 75 წელი შეუსრულდა. ქართული სამეცნიერო საზოგადოება ფართოდ აღნიშნავს მის დაბადების დღეს, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის დამსახურებას ქვეყნისა და მეცნიერების წინაშე. სარგებლობრივ შემთხვევით მინდა ბატონ გიორგის მიულოცო აფხაზეთის მეცნიერთა სახელით ეს სახელოვანი თარიღი და უსულრო წარმატებები ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. ბატონი გიორგი კვესიტაძე არის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი მკვლევარი ბიოლოგიის სფეროში. ის არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და უკვე რამდენიმე წელიწადია ბოლო წლებია ხელმძღვანელობს მას როგორც არჩეული პრეზიდენტი. მის დამსახურებას დღეს აღნიშნავს ქართული სამეცნიერო საზოგადოება, ყველა ვილოცავთ, მეც უერთები ამ მილოცვას და უსურვებ დიდხანს ხანგრძლივ შემოქმედებით საქმიანობას. გიორგი კვესიტაძე მეცნიერთა ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. სწორედ მშობლებმა და ოჯახის გარემოსვამ განაპირობა მისი ცხოვრებისეული არჩევანი. უმაღლესი განათლება თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო. უმაღლეს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა ბიოქიმიის ლაბორატორიაში დაიწყო. მოსკოვში ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტს. მან მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში 100-მდე სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ხანგრძლივი და მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობა აკავშირებს უცხოეთის ისეთ აღიარებულ ცენტრებთან, როგორიცაა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ავსტრიის სამრეწველო ბიოტექნოლოგიის ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კვლევების ცენტრი, საფრანგეთის ეროვნული ინსტიტუტი და სხვა ცნობილი ცენტრები. გიორგი კვესიტაძე არჩეულია მრავალი აკადემიისა და სამეცნიერო საზოგადოების, ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის, მსოფლიოს ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის, ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის და სხვათა საპატიო წევრად. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, რომლის წევრიცაა 1998 წლიდან, ხოლო 2013 წლიდან უკვე პრეზიდენტია. მისი მოღვაწეობის პერიოდში აკადემიაში არაერთი სიახლე დაინერგა და გაფართოვდა მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლობა ქვეყნის პარლამენტთან და სამთავრობო ორგანოებთან. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ხელი მოეწერა ორ დიდ პროექტს: ჩინეთისა და საქართველოს კვლევითი და ერთობლივი ტექნოლოგიების სატრანსფერო ცენტრის გახსნა ქალაქ იანტაიში და ცენტრალური ევროპის ბირთვულ კვლევების ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულება.